გამარჯობა და დღეს ჩვენ ძალიან საინტერესო სტუმარი გვყავს. მე თუ აქამდე მყავდა ასტროფიზიკოსები, გეოლოგები, ბიოლოგები და ასე შემდეგ. დღეს და ძირითადად ესენი იყვნენ ჩემი მეგობრები. დღეს მე მყავს სტუმრად კლავ უცხოეთიდან ძალიან საინტერესო ადამიანი ბარბარე ურიდია, რომელსაც ჩვენ გავიცნობთ გზადაგზა და იმდენად მრავალფეროვანი და მრავალწახნაგოვანი არის მისი წინა ცხოვრებაც და ახლანდელი ცხოვრებაც, რომ ძალიან გთხოვთ ვიდეოს ბოლომდე უყუროთ, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო მოგზაურობა გველის. გამარჯობა ბარბარე. გამარჯობა, მოგესალმებით. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. ძალიან ვაფასებ პირველ რიგში ამ ინტერესის ქონას თქვენი მხრიდან და შემდეგ ამ შესაძლებლობას, რომ მაქვს საშუალება თქვენთან ერთად ვისაუბრო ამ ძალიან საინტერესო რეჟიმში. დღეს მე ბარბარე ურიდია ვარ 28 წლის და ვარ ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ძალების სამხედრო ვეტერანი. ასევე ვარ მხატვარი. ჩემი შემოქმედება ძირითადად შემოიფარგლება მარინისტული ჟანრით და დაახლოებით 3 წლის ვიყავი, როდესაც ხატვა დავიწყე და ამ მიმართულებითაც შემდეგ ცოტა უკან წავიწევ და დეტალურად მცირე საინტერესო ნიუანსები დავხსნი, ეს პროცესი უშუალოდ რამ განაპირობა და ხატორის ამ პოზამდე რა მომიყვანა. და ხო, რაც შეეხება ჟანრს, რა ჟანრშიც ვხატავ, როგორც ახსენეთ, არის მარინისტული ჟანრი, ძირითადად შემოიფარგლება ჩემი შემოქმედება ოკეანეებისა და ზღვების ხატვით, ძალიან დიდი ვნება მაქვს წყლის ხატვით და არა მარტო ესეთიკური თვალსაზრისით, ფილოსოფიური მნიშვნელობაც აქვს ამ ჩემთვის და ამაზეც ვრცლად ვისაუბრებ მოგვიანებით. მე შეგაწყვეტინებ, მე მგონი ერთ-ერთი ყველაზე ესეთი რთული ფაქტურა არის წყალი, ხო? ეს არ არის რაღაც მოძრაობაში უნდა გამოხატო ის რაღაც, ეს თავის გამჭვირვალობით. ხო, წყლის ხატვის მთელი სპეციფიკა და ფილოსოფია იხსნება ერთი სიტყვით, როგორც თქვენ ახსენეთ, ეს არის მოძრაობა. და ამ შემთხვევაში აკადემიური განათლება უშუალოდ გრაფიკულად რამდენად სწორად არის დახატული, ნაკლები მნიშვნელობა აქვს და უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება ანუ ფუნჯის მოსმის ტექნიკას ფერების გამოხატვის თვალსაზრისით. ანუ შენ რამდენად ქმნი ატმოსფეროს ფერებით. არამც თუ რაღაც უშუალოდ ხაზებით და კონტურებით. არამედ აი ამ ფერების მოძრაობით ქმნი მთლიან ამ სივრცეს. და წყლის მთავარი ფუნქცია, როცა წყალს ხატავ, ის არის, რომ შენ უნდა იგრძნო მოძრაობა და უნდა იგრძნო სივრცე. შენ თუ სივრცის შეგრძნება არ გაქვს, ესე იგი ცოცხალთან კავშირი არ გაქვს. და ხელოვნება პირველ რიგში ცოცხალი უნდა იყოს, რომ მას ხელოვნება საერთოდ ეწოდოს, იმიტომ რომ ძალიან დიდი განსხვავება არის აკადემიურად გამართულ ნახატსა და ხელოვნება წოდებულ ხელოვნების ნაწარმს შორის. იმ თვალსაზრისით, რომ ის გავლენას ახდენს ადამიანზე. რომელს შეუძლია რაღაც ცვლილებები მოახდინოს ადამიანში და წარმოშვას, არ ვიცი, ძალიან მრავალ განშტოებადი ფიქრების ხვეულებაში. ინსპირაციები, შთაგონებები, აი ყოფილა ეგეთი შემთხვევა, რომ მახსოვს ჩემ ერთ-ერთ ნახატზე დაახლოებით 3-4 წლის წინ ერთ-ერთი ტილო იყო, ძალიან ისეთი აზვირთებული, აბობოქრებული ოკეანე ღამის. და ესეთი მძლავრი ემოციების მქონე და მახსოვს ჩემთან სახლში სტუმრად მოვიდა ჩემი მეგობარი და როდესაც ეს ნახატი ნახა, პირველი რეაქცია ჰქონდა შეცბუნდა და ეს ფიზიკურადაც გამოხატა, იმდენად ავტომატური იყო, რომ რაღაცნაირად ეს ემოციებიც ვერ გააკონტროლო და შემდეგ მახსოვს, რომ რაღაც წილ თითქოს ბოდიში ხდიდა ამის გამო, რომ ვაიმე ეს რეაქცია ჰქონდა და მე ამავდროულად ვიყავი ძალიან მადლიერი ამის, იმიტომ რომ ხელოვნება ზუსტად ეს არის, რომ ზოგადად წყალს შეუძლია ძალიან ბევრი განწყობა გადმოსცეს.
და ძალიან ბევრი ემოცია და შეგრძნება და მე მგონია რომ წყალი არის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება ადამიანის ემოციებისა და გრძნობების გამოსახატად. რაღაც გარკვეული ენა არის ჩემთვის ყოველ შემთხვევაში, იმიტომ რომ ჩემი თითეული ნახატი, მარინისტული ნახატი არის გარკვეულწილად გარკვეული გრძნობის მნიშვნელობა და სახელდება, რომელიც წარმოაჩენს ადამიანის მდგომარეობებს. ეს იქნება რაღაც გარკვეული ეგზისტენციალური, კრიზისული მდგომარეობები, მეტაფიზიკური, ფსიქოანალიტიკური თვალსაზრისით, თუ ეს იქნება უბრალოდ ყოველდღიური მარტივი განწყობები, მინდა რომ აი თითოეულ ფუნჯის მოსმაში რაღაცნაირად ამ ემოციურ შინაარსს ვდებ და ასევე ბედნიერება იმიტომ რომ ბევრ ადამიანს აღუნიშნავს რომ ეს ყველაფერი იგრძნობა. მე რაღაც ის ამბიცია მაქვს რომ ჩემი ნახატები ყვებოდნენ შინაარსს და მნიშვნელობებს ატარებდეს. ცოტა უკან რო წავიდე, რატო დავიწყე წყლის ხატვა? 3 წელს ვიყავი, როდესაც დავიწყე უშუალოდ ხატვა. 3 წელს ვიყავი, როდესაც მამა გარდამეცვალა და ამ მამა ჩემის გარდაცვალების შემდეგ გაუაზრებლად ხარ, რა თქმა უნდა, ვიცით რომ ადამიანის ფსიქიკა 3 წლის ასაკში რა თქმა უნდა ჩამოყალიბებული არ არის და ეს ყველაფერი ძალიან გაუაზრებლად ხდება. მაგრამ ნუ გარკვეულმა ალბათ ტრამვებმა, რომლებიც რაღაცნაირად ჩემში აკუმულირდა, ნუ თავისთავად ამ აკუმულიზაციამ რაღაცნაირად ის შედეგი გამოიწვია, რომ რაღაც წილ მე მჭირდებოდა ემოციურად დავცლილიყავი და გამომეხატა ჩემი განცდები თუ რაღაც სურვილები. მაშინ დავიწყე ხატვა და ვხატავდი დედას და მამას ერთად. რომ კაი რაღაც ქორწილის სცენებს ხატავდი ბედნიერ გამოსახულებებს, იმიტომ რომ ძირითადად ირგვლივ იყო ტრაგიზმი და ეს ძალიან სევდიანი, მჭმუნვარე სახეები და რატომღაც ალბათ თავდაცვითი ფუნქციაც იყო ჩემი მხრიდან გაუაზრებელი კიდევ ერთხელ რომ რაღაცნაირად ფარი იყო. რაღაცა პატარა სამყარო შევექმენი, სადაც რასაც ვხატავდი, შემეძლო იქ მეცხოვრა. შემდეგ უკვე ცოტა რომ წამოვიზარდე, უკვე ყველაფერს ხატავდი, ყველაფერს რასაც ვხედავდი და რაც ჩემში იწვევდა რაღაც აღფრთოვანებას და რის შედეგადაც შთაბის ჭირლებები მიგროვდებოდა გონებაში ავტომატურად ფანქრებით თუ ფუნჯებით ამის გამოხატვას ვცდილობდი. ნუ შემდეგ რაღაც გარკვეული პერიოდი სამხატვრო სკოლაშიც დავდიოდი და ცოტა რომ წამოვიზარდე ვფიქრობდი დაახლოებით 12-13 წელს ასაკში ვფიქრობდი რომ სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარებდი და თითქმის დარწმუნებული ვიყავი ამაში. ანუ ლიტერატურა ბავშვობიდან მიყვარდა, ბებია ჩემი არის ბიბლიოთეკარი და მე ბებია და ბაბუამ გამზარდა ბავშვობიდან დედის მხრიდან ბებია და ბაბუ ასახში ვიზრდებოდი და ძალიან დიდი გავლენა აქვთ ჩემზე ამ ადამიანებს და ამ ამბავსაც მე დავუბრუნდები, იმიტომ რომ ეს ჩემ ბავშვობაში ძალიან მნიშვნელოვანია ბებია ჩემისა და ბაბუა ჩემის როლი. მაგრამ ამ შემთხვევაში ბებიას ვახსენებ იმ კონტექსტში, რომ ბებია იყო ბიბლიოთეკარი, ძალიან უყვარდა ლიტერატურა და კითხვა, პოეზიაც და ნუ მე დედა მეუბნება, რომ ჯერ კიდევ მუცლად ყოფნის დროს ბებია ჩემი ახლოს ხდებოდა ხოლმე დედა ჩემთან და მის მუცელსაც ელაპარაკებდა ჩემი სახით და რაღაცა ზღაპრებს უყვებოდა და ლექსებს უკითხავდა და რომ დავიბადე რამდენიმე ალბათ ჩვილობის ასაკიდან, როდესაც 1-2-3 თვის ვიყავი, ბებია ჩემი მუდმივად გვერდში მეჯდა და მიკითხავდა რაღაც საბავშვო ლიტერატურას. დაახლოებით 3 წლიდან უკვე კითხვა შემეძლო და დედა მეუბნება, რომ აი როგორც კი ინაიდი და ლაპარაკი დაიწყე, ავტომატურად თითქოს რაღაცა ლოკალიზებული იყო იქ ინფორმაცია, რასაც ბებია მუდმივად გაწვდიდა. დავიწყე ამ ზღაპრების თუ ამ რაღაცა საბავშვო ლიტერატურის თხრობა. თითქოს ძალიან მარტივად მახსოვდა. რასაც ბაია ვერცაც ამი შეგაწყვეტინებ, მე არასდროს ყოველთვის სკეპტიკურად უდგები ხოლმე რაღაცებს, მაგრამ
ახლა შენასაც ყვებია რომ ზუსტად ერთი თვის წინ წავიკითხე საკმაოდ დიდი ნაშრომი ნეიროფიზიოლოგების რომლებმაც აი პირდაპირ არის დამტკიცებული რომ ბოლო ტრიმესტრში ორსულობის ბოლო ტრიმესტრში როდესაც ბავშვს უკვე სმენის ორგანო ჩამოყალიბებული აქვს მისი აღქმა მშობლიური ენის და სიმღერების რომლებსაც მშობლები და თუ გამიზნულად ესაუბრებიან ესეც ამასაც კი გძნობს საოცარი რა მაგრამ ეს დაიბეჭდა ძალიან სერიოზულ ჟურნალში რეფერირებად ჟურნალში სხვანაირად ვერ დავიჯერებდი და გაცილებით ადვილად სწავლობენ შემდეგ წერას და კითხვას და მშობლიურ ენაზე საუბარს ვიდრე ის ბავშვები რომლებსაც უშუალოდ მას არ ელაპარაკებიან აი ამ დროს აი ესე ხო ადამიანი როდესაც ლაპარაკობს ხო მაგრამ როდესაც მას მიმართავენ ასე რომ ბებიას უკვე ძალიან დასაწყისშივე ქონდა შენზე ძალიან დიდი გავლენა ეს უკვე დამტკიცებულია მეცნიერულად ასე მაგ პერიოდში როცა ბებია მუდმივად ამ ყველაფერს მიკითხავდა და მიყვებოდა და მე ვუსმენდი შემდეგ უცებ როცა ენა ავიდგე ჩემთვის არ მარტივი აღმოჩნდა ამ ყველაფერს დამახსოვრება და მოყოლა და ხო ეს და გავლენა ქონდა ჩემზე ბებიას და აქედან გამომდინარე ძალიან დიდი ფუფუნება მქონდა სახლში ყოველთვის ძალიან ბევრი წიგნი გქონდა ბებიას აქ საუკეთესო ბიბლიოთეკა და მე მახსოვს რომ ხო ამას დავაკონკრეტებ რომ ჩვენ ცხოვრობდით ზუგდიდში მე წარმოშობით ზუგდიდიდან ვარ სამეგრელოდან 18 წელი მანდ ვიცხოვრე სკოლა დავამთავრე და მე მახსოვს რომ ჩვენ ბავშვობაში მეზობლების ნათესავები ახლობლები ყველა ჩვენთან მოდიოდა ხოლმე სახლში ვინც იცოდა ან ვისაც სხვისგან სმენოდა რომ ჩვენ მქონდა კარგი ბიბლიოთეკა და ბებია ჩემს ეს ბიბლიოთეკარის როლი სახლშიც მქონდა გადმოტანილი საოცარი ბედნიერება როდესაც ასეთი ოჯახის წევრი ყავს ბებიას დიდი მადლობა ჩემგან და შენგან მადლობა ისედაც მადლიერი ვარ ამის ეს ნამდვილად დიდი ფუფუნება იყო ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რა თქმა უნდა იმ გარემოს სადაც იზრდები და რითიც ხარ დეტერმინირებული განსაკუთრებით ბავშვობის ასაკში ნუ განსაკუთრებით 8 წლამდე როცა ადამიანის ფსიქიკა ყალიბდება ბავშვის ფსიქიკა და მაგ შემთხვევაში ნუ აი ეს არის ყველაფერს თან თქავს ბავშვის ფსიქიკა გონება და ეს საწყისი ფუნდამენტალური პროცესების შენებლობა ძალიან მნიშვნელოვანია თუნდაც ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ინფორმაციულობის, ინტელექტუალური თვალსაზრისით თუ ასე შემდეგ. და ამ მიმართულებით, რაც შეეხება განათლებას და წიგნიერებას, გამიმართლა არა მარტო ბებიაში, ბაბუაშიც, მაგრამ ბებიამ შემთხვევაში ბიბლიოთეკარი რადგან იყო უშუალოდ კავშირი ჰქონდა წიგნებთან და ამით განებივრებული ვიყავით და ასევე მქონდა საუკეთესო საშუალება იმისამ რომ და პრივილეგია მე ვიტყოდი თამარ-კვემდი პრივილეგიაც რომ შემეძლო ბიბლიოთეკაში წავსულიყავი და აი წიგნების ლაბირინთებში მერბინა, მევლო, მეთვალიერებინა ყველა წიგნისთვის ხელი მომეკიდა რაზეც ხელი მიმიწვდებოდა რა თქმა უნდა იმიტომ რომ საკმაოდ პატარა ვიყავი ძალიან ვაფასებ რომ ცხოვრებაში აი ეს შესაძლებლობები მქონდა იმიტომ რომ არა მარტო გონია თქვათ ინტელექტუალური თვალსაზრისით, ინტელექტუალური საზრდოების მიღების მხრივ, არამედ ჩვენთვის იყო ძალიან მიმზიდველი აი ამ რაღაც ბნელ ლაბირინთებში ყოფნა. ბნელი ლაბირინთები ახსენე შენ და ამ ბნელ ლაბირინთებში რამხელა სინათლე იყო. წიგნების სახით. კი, ძალიან ისეთი საინტერესო სიმბოლიკები არის ამ ბავშვში, კი, ნამდვილად. სიარული რაღაცნაირად ჩემთვის იყო მოგზაურობა სხვა სამყაროში. მაგ პერიოდში ზუგდიდში მით უმეტეს ერთფეროვნებას უფევდა და ზოგადად ერთფეროვნების მიმართ ყოველთვის მიუღებლობა მქონდა. აი რაღაცნაირად თითქოს ამ დამოკიდებულებით და გუნებით დავიბადე, რომ რაღაც უსიამოვნო დამოკიდებულება მაქვს ერთფეროვნების მიმართ და ძალიან მიჭირს ერთფეროვნებაში ყოფნა და იმთავითვე იწვევს ჩემში რაღაცნაირ ეგზისტენციალურ კრიზისს, დეპრესიულ განწყობებს და ასე შემდეგ. და აი ეს რაღაცა ლაბირინთში სიარული და ეს სირბილი და რაღაცა ძალიან უცხო, ძალიან აქამდე უნახავის ხილვა ჩემთვის რაღაცა მოგზაურობა იყო და იმიტომ ახსენე რომ ზუსტად აქედან იწყება ჩემი დაინტერესება უშუალოდ ფილოსოფიით.
და ამ დაინტერესებამ მიმიყვანა საბოლოოდ იმ გადაწყვეტილებამდე, რომ უნდა მესწავლა ფილოსოფიაზე. ზუსტად აქ შეიცვალა ჩემი ასე ვთქვათ, სურვილი, რომ მინდოდა სამხატვრო აკადემიაში სწავლა და გადავწყვიტე სწავლა აბსოლუტურად სხვა მიმართულებაზე, ფილოსოფიის ფაკულტეტზე. და საბოლოოდაც ესე მოვიქეცი და ვისწავლე ფილოსოფიაზე. მე ვთვლი, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე, რომ სამხატვრო აკადემიას ვარჩე ფილოსოფიაზე სწავლა, იმიტომ რომ მე როგორც მხატვარი დღეს, ეხლა ძალიან ამბიციურად ჟღერს და შეიძლება ერთი შეხედვით მსმენელში გარკვეული კრიტიკაც კი გამოიწვიოს მესმის ამ ინტერპრეტაციის, მაგრამ მე ყოველ შემთხვევაში მე რა ამბიციაც მაქვს ახლა ხელოვნებაში, რისი შექმნაც მინდა, რაზეც მუშაობ, რა ვნებებიც მაქვს, რასაც ვხატავ, როგორც ვხატავ, რა მნიშვნელობებს ვეხები, რა იდეებს და რაღაც ფილოსოფიურ საზრისებს, ამ შემთხვევაში მე უშუალოდ პრაქტიკული აკადემიური ცოდნა არ მჭირდება. ამიტომ რომ ჩემი წყარო ინტელექტუალური რესურსის გამდიდრება, ჩემი აზროვნების არეალის უფრო გაფართოვება, კრიტიკული აზროვნების უფრო განვითარება იმისათვის, რომ თქვა ჩემი ხელოვნება შემექმნა. ამიტომ გადავწყვეტე ფილოსოფიაზე ჩაბარება და იყო რაღაცა პერიოდი, გარკვეული პერიოდი, როდესაც მე ძალიან კონცენტრირებული ვიყავი უშუალოდ ფილოსოფიაზე, ლიტერატურაზე, წერაზე და წერა ძალიან ხიბლავდა. ეს არის პერიოდი, როდესაც მე ძალიან მოვინუსხე ეგზისტენციალისტი ავტორებით და კი და ძალიან დიდი გავლენების ქვეშ აღმოჩნდი და ძალიან ბედნიერი ვარ ამით დღეს რომ ის გავლენები მაქვს და შემდეგ უკვე ეს აბსურდის თეორია შემოდის ჩემ ცხოვრებაში და ჩემ საყვარელი ავტორები კამიუ, კაფკა, სარტრი, ბოუარი და ამ გავლენებმა საბოლოო ჯამში მე მგონია რომ რაღაც აი ამ ეგზისტენციალურმა გამოცდილებებმა მიმიყვანა ისე მხატვრობამდე. რომ რაღაცნაირად მინდოდა რომ ეს ყველაფერი გამომეხატა და დავიწყე ისე ხატვა წერის პარალელურად. ეს იყო პერიოდი, როდესაც დავიწყე წერა რაღაც რომანზე, ანუ ეს არის ცოტა რაღაც ესეთი ეგზისტენციალისტური, ფილოსოფიური, ცოტა მეტაფიზიკური რაღაც ფენტეზი ჩანართებით, იმიტომ რომ მე ფენტეზი ძალიან მიყვარს და შემდეგ უკვე აი ეს რაღაცნაირად ეს ეგზისტენციალიზმი, ფილოსოფია და ფენტეზი აკუმულირდა ჩემში და ამ აკუმულაციამ საერთო ჯამში გამოიწვია ის, რომ დღეს ვხატავ ოკეანეებსა და კოსმოსს. ოღონდ ამას კიდე ცალკე გამომწვევი მიზეზები აქვს, რომ აი როგორც ვახსენე, ფილოსოფიის სწავლის პერიოდში, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ძალიან გატაცებული ვიყავი წერით და ვწერდი ძალიან ბევრს. და შემდეგ უკვე ისევ გავაგრძელე ხატვა და ზუსტად ამ პერიოდში მოხდა ისე, რომ ცხოვრობდი თურქეთში, სამხრეთ ნაწილში, ქალაქ მერსინში და ძალიან დიდი ფუფუნება მქონდა ეს ხმელთაშუა ზღვის ულამაზესი სანაპიროთი ტკბობის და მე მახსოვს, რომ მე ძალიან მიყვარს, აი ჩემი ნიკნეიმიც რაც მაქვს, ასე ვთქვათ, სახელი Facebook-ზე, რაც მიწერია, ბაი არის შემოკლებული ვერსია ჩემი სრული სახელის, ბარბარე ბაია, ბაი, მაგრამ როს ამ შემთხვევაში არის სიგუროსი არის ერთ-ერთი ბენდი სკანდინავიიდან, კერძოდ რეიკიავიკიდან, რომელიც უკრავს ემბიენტს, ძალიან ისეთ აი როგორ ვთქვათ, თითქოს ტრანსცენდენტული მუსიკა არის, რომელსაც ვერბალურად არსებული გონიერები თითქოს ვერ ხსნი და აი ესეთივე აუხსნელი რაღაც ფენომენები, ესეთ ტრანსცენდენტული, როგორც შეიძლება რაღაც იყოს, არ ვიცი, ღმერთის იდეა, თავისუფლება და ასე შემდეგ. ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ჩემ შემოქმედებაზე და ზოგადად ჩემი პიროვნების თუნდაც ფსიქოანალიტიკური თვალსაზრისით ჩამოყალიბებაზე ამ მუსიკამ იმდენად
კოსმიური არის, იმდენად აღმაფრთოვანებელი არის, იმდენად აი არ ვიცი რაღაცა სხვადასხვა განზომილებაში შეუძლია რომ გამოგზაუროს, ისე რომ ანუ ფიზიკურად ერთ ადგილას იყო, მაგრამ გონებრივ რაღაც განზომილებათა შორის რაღაცა სხვა სივრცეებში იმოგზაურო და ამ მუსიკა ძალიან დიდი გავლენა აქვს ჩემზე და ზუსტად მახსოვს რომ ამ გენს უსმენდი და ამ ულამაზეს სანაპიროზე ძალიან გაშლილ ფართო ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მოკლედ ამ ქვიშაზე ვიჯექი ამ ქვაზე ან სადმე და ვუსმენდი ამ მუსიკას პარალელურად ვუსმენდი წყლის ხმას და ვცდილობდი დაკვირვებას. ამდენადაც მეცნიერება ხსნის მოვლენებს, იმდენად ესთეტიკურად ჩემთვის არის აბსოლუტურად ამოუწურავი. რომ ყველაფრის წარმოდგენა შეგიძლია და ყველაფრის შეგრძნება ამისგან და მახსოვს რომ დაახლოებით დილიდან ღამემდე ვიყავი ერთ ადგილას, ერთ წერტილში და ვუყურებდი თუ როგორ ცვლიდა ფერები და ჭრდილები სხეულებს. ვუყურებდი ტალღებს და როდესაც აი ეს ტალღები მოძრაობდნენ და ეს მზის სხივები როდესაც ამ ტალღებზე რამდენად ესთეტიკური იყო და რამდენად აღმაფრთოვანებული და მშვენიერი იყო მთლიანი ეს პროცესი, როგორ იცვლებოდა ფერები. და ფერების ცვლილება ჭრდილი, როგორ ცვლიდა სხეულს და მის მოძრაობას და ამან ძალიან დიდი ინსპირაცია მომცა და ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე და აქედან დავბრუნდი საქართველოში პირველი რაც გავაკეთე იყო რომ დავხატე ზღვა. და ეს მოხდა დაახლოებით 4 წლინახევრის წინ. თან ყველაზე საინტერესო ის არის რომ მე როცა ამერიკაში ჩამოვედი, მაშინ მახე პირველად ოკეანე რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მანამდე ნანახი არ მქონდა და ეს იყო ჩემთვის ძალიან კალიფორნიაში მახე პირველად სან ფრანცისკოში და ეს იყო ჩემთვის აი ეხლაც გული მიჩქარდება როცა ამაზე ვლაპარაკობ, იმიტომ რომ შოკის მომგვრელი რომ ამდენი ხანი რასაც ვხატავდი და რაშიც მე გონებრივად მქონდა კავშირი, ახლა უკვე ფიზიკურად მქონდა. ანუ იმას ვხედავდი, რის დანახვასაც ვცდილობდი მანამდე. ზოგადად, ჩემი ნახატები არის სხვა არაფერი თუ არა თავისუფლება და უშრეტი სივრცეები, რომ და ანუ მთლიანი რაღაცა ფილოსოფიური იდეა არის აქ ის, რომ დასასრული არ არსებობს. როდესაც რაღაცაზე ვშელობ, ანუ საუბრობ რაღაც ამ კონტექსტში ვცდილობ რომ დროის რაღაცა გარკვეული კონტურები ჩავხსნა და დრო წარმოვიდგინო ერთიან მოცემულობად, სადაც აი არ არსებობს რაღაც წარსულის, აწმყოს და რაღაც მომავლის კონტურები. და რაღაცა ერთ წერტილში აი თუნდაც რაღაც საკოორდინატო სიბრტყეზე რომ დაინახო რაღაც განზომილებაში, რომ ერთ წერტილში რაღაც კოორდინატში მე ისევ ის პატარა ბარბარე ვარ და აი დავდივარ ახლა. და მინდა რომ აი ეს ფილოსოფია გადმოვიტანო ჩემ ნახატებშიც, რომ აი სადღაც ის ვარსკვლავი, რომელიც მე რაღაც ერთი წერტილი დავსვი პატარა ფუნჯით გალაქტიკაში, ის ვარსკვლავი, რომელიც ჩვენ თქვათ იმ სინათლეს ხედავთ და ის უკვე ჩამქრალია და აღარ არის, ის მაინც არის. ჩემ ნახატებს არასდროს არ ვიმეორებ. არ არსებობს ნახატები, რომელიც გამიმეორებია. არ არსებობს, როდესაც აი მიმიღია შეკვეთა, რომ აი თქვათ, აი ეს ნახატი მინდა და ეს კონკრეტული დამიხატე. ეგეთ რაღაც არ ყოფილა ჩემ შემთხვევაში. მე რა თქმა უნდა არ ვაკრინებ, ვინც ამას აკეთებს, ეს არის ჩემი ძალიან სუბიექტური არჩევანი. მე ისე ვგრძნობ თავს კომფორტულად, რომ და ასევე ძალიან გულწრფელად რომ თქვა, არ შემიძლია. ტექნიკურადაც არ შემიძლია. ამიტომ ჩემი ყველა ნახატი არის ორიგინალური, უნიკალური და არ არის განმეორებული. აი ამბოლო დროს დავიწყე ხატვა ნისლეულების და უკვე 2 ნახატი მაქვს დახატული. დავაპირებ გაგრძელებას ამ ნისლეულების, რომელიც ძალიან დიდ აღფრთოვანებას იწვევს ჩემში, იმიტომ რომ არის ულამაზესი. ამიტომ როცა იცი რომ ეს არის აკვანი ახალი სამყაროსი, ანუ იქ იქნება ახალი სამყარო და სავსებით შესაძლებელი ახალი სიცოცხლეც სრულიად განსხვავებული. ახალი სიცოცხლეც და თან ვცდილობ რომ აი მაგალითად, იმიტომ რომ არსებობს ხან ნისლეულების გალაქტიკების სხვადასხვა ფოტო. აი ძირითადად Hubble ტელესკოპი რაც NASA-ს რაც აქ იმ ფოტოების დაყრდნობით ვიყენებ, ну ასევე სხვა ფოტოებითაც, მაგრამ ვცდილობ რომ Hubble რა ვიცი ისეთი ფოტოებით მოგვამარაგეს ამ ბოლო დროს რომ მაგით განებივრებულები ვართ და
ვცდილობ რომ ბევრი ფოტო აი მაგალითად ერთი ნისეული სხვადასხვა ფოტო ვნახო. იმიტომ რომ სხვა ფოტოში სხვადასხვანაირად ჩანს, რა თქმა უნდა და ხო, იმიტომ რომ ერთი სხვა სპექტრში იღებენ, იქ ულტრაისფერშია გადაღებული ინფრაწითელში მაშინ და სრულიად მე ერთმანეთს ზედდებას რო ახდენენ, ნუ რაღაც წარმოუდგენელი ფორმები და წარმოუდგენელი კი. თან რო იცი რაც წარმოადგენს ნისლეული, უკვე საოცრებაა, ხო. როდესაც უშუალოდ ფოტოს დაიდებ და ჩემ ნახატს, ანუ ტექნიკურად ძალიან დიდი განსხვავება არის, ძალიან დიდი, იმიტომ რომ ჩემი მთავარი მიზანია რომ ნახოს მის ეს იმის დაბეჭდილება რომ ეს არის, მაგრამ ჩემი პერსპექტივიდან ნახატული საოცარი ნიჭია ეს, რომელიც ალბათ მართლა ადამიანს აქვს უკვე ძალიან დიდი ხნის წინანდელია, ხო? აი ხა იგივე ალტამირას გამოქვაბულები რო ავიღოთ, რომელიც 60-იან წლებში აღმოაჩინეს და მაშინ რომ და შუქჩდილებში და ფერები ხო საოცრება და ნუ აი მისი თანამემღვიმეები, რომლებიც იქვე იჯდნენ და დადიოდნენ სანადიროდ ვიღაცების დასახოცად, რაღაცების მოსატანად ეს იჯდა და ხატავდა და ალბათ ფიქრობდნენ გიჟია ეს ხოხები წამოდი რაღაც ხორცი მოვიტანოთ რაღაც, მაგრამ აი ეს ჭია რომელიც გიზის ალბათ თავში რაც არ უნდა შენ ამას იცილებდე, აი შენ წახვედი ფილოსოფიაში, მაგრამ ისევ დაბრუნდი იქ, რაც შენი აი სადღაც ზის ხო არ ვიცი ხა რა ცენტრი არის რომელიც მუშაობს ამას ნეიროფიზიოლოგებს ვკითხავ, რომელიც თქვა მხატვრობაზეა პასუხისმგებელი რაღაცა თქვა ჭადრაკის თამაშზეა ხო პასუხისმგებელი რაღაცა მუსიკის დაწერაზე ან დაკვრაზე ხო და ასე რომ შენ მაინც იმ საწყის დაუბრუნდით. ხელოვნება პირველ რიგში არის შეგრძნება და შეგრძნებას ვერ ისწავლე. შეგრძნება არის რაღაცა, რაც თვითნაბადი არის. და ხელოვნების რაღაცა ნიჭის ამ თვითნაბადობას, როცა ჩვენ ვამბობთ, რომ ნიჭი დაიბადა, ამ ნიჭით მოევლინა ეს იმ თავითვე აქვს, ეს არის რაღაცა თვითნაბადი და თვითნაბადობა მოდის იქიდან, რომ ხელოვნება პირველ რიგში არის შეგრძნება. და გრძნობებს ვერ სწავლობ. ეს გრძნობები არის, რასაც შენი გამოცდილებები და შენი გენეტიკა, ასე ვთქვათ, იწვევს შემდეგ. და არამც თუ რაღაცა, რასაც დაისწავლი. დასწავლებადი, ასე ვთქვათ, არ არის და მე პირველ რიგში მჭირდება, რომ მე ჩემ თავს ვინდო, ჩემ შეგრძნებებს მიყვე და ამიტომ ყველა ადამიანს, ვისაც ხატვა უნდა, მაგრამ ტექნიკურად რაღაცნაირად არ აქვს საკუთარ თავის იმედი, მე ყოველთვის ჯერ ერთი რომ აბსოლუტურად ყველა ადამიანს შეუძლია ისწავლოს ხატვა. სახის რამე მონაკვეთის დახატვა ის იქნება თუ რამე ფიგურის კონკრეტულად ნებისმიერი რაღაცის სწავლა შეიძლება. აბსოლუტურად, მაგრამ ერებით შექმნა ემოციების, ეს არის ის, რაც იმ თავითვე გაქვს. ეს არ არის ის, რასაც შენ სწავლობ, ეს არის შენი ეგზისტენციიდან გამომდინარე, შენ ხარ პასუხისმგებელი, რომ ეს ემოციები მარტო შენ ეს არის ძალიან უნიკალური და ხელოვნებას უნიკალურ ზუსტად ეს აქცევს, რომ შენი უნიკალური ემოციებით ხატავ. ამიტომ მე ესეთ ადამიანებს რომელსაც ხატვა უნდათ, სულ ვურჩევ, რომ უბრალოდ დაიდონ წინ თავისუფალი სუფთა ტილო და დაიდონ საღებავები და დაიწყონ ხატვა საღებავებით და არა საღებავები პირველი ძვლისგან გაკეთებული ფლეიტები არის 60,000 წლის წინანდელი. ანუ უკვე შემთხვევით გაეხვრიტა ეთყობა ეს მილოვანი ძვალი, ჩაბერა რაღაც ხმა გაიგონა და უკვე გამიზნულად გააკეთა ფლეიტის ტიპის რაღაც ანუ ეს ხელოვნების მოთხოვნილება ადამიანში ადამიანმა როგორც კი რაღაც აზროვნების შესაძლებლობების არეალი გაიხსნა, დაიწყო უკვე შემოქმედებითი ცხოვრება და საკუთარი თავის გამოხატვა, იმიტომ რომ მანამდე თუ თვითგადარჩენაზე ორიენტაცია იყო მთავარი და ნუ ერთმნიშვნელოვანი მოცემულობა ადამიანის ეგზისტენციის თვითგადარჩენის, უკვე აზროვნების შედეგად გაჩნდა იმის საჭიროება, რომ ადამიანმა რაღაცნაირად რეფლექსია, თავისი რეფლექსიაც უნდა გამოხატოს სამყაროში, იმიტომ რომ რასაც ისხლეტს, ამას ამუშავებს
უნიკალურ ფორმებს და შინაარსს აძლევს და შემდეგ ამ უნიკალურს უკანონბრუნებს სამყაროს და ქმნის ხელოვნებას. დღევანდელ საშუალო სტატისტიკურად ქართველ ადამიანს მისი მთავარი ინსტინქტი არის გადარჩენა, გამოყვება, თავისი ოჯახის წევრების გამოყვება თუ საკუთარი თავის ელემენტარული ძალიან საბაზისო ჯანმრთელობის ქონა, რომ ისევ იმის საშუალება ქონდეს, რომ შვილი გამოყვებოს კი გადარჩენოს და ამ ადამიანს შენ ხელოვნებაზე ვერ დაელაპარაკები. თითოეული ადამიანის ინდივიდუალური პირადი განვითარება იმ თავითი მიბმული არის ქვეყნის საერთო განვითარებაზე. იმიტომ რომ როგორც კი შენი ქვეყნის მოქალაქეს, შენ როგორც ხელისუფალი შეხედავ როგორც ინდივიდს, სწორედ აი ამ შენი ხედვიდან იწყება ზუსტად განვითარება. იმიტომ რომ ზუსტად ეს ინდივიდის ინდივიდუალური ჩართულობა ქმნის ამ მთლიან შედეგებს და ამერიკას ეს აქვს გააზრებული ზუსტად. ჩვენ ვცდილობთ რომ ეს გავიაზროთ და ზუსტად ამიტომ ამბობთ ალბათ რა ჩვენ რომ ეს სამოქალაქო საზოგადოება ჩამოყალიბდა, იმიტომ რომ ზუსტად ამ განაზრისის რაღაცა ამ კვარტბეგზე დადგა უკვე საზოგადოება, რომ მე ვარ ცალკეული ინდივიდი და მე მაქვს ჩემი პირადი თავისუფლება და ზუსტად ამ ჩემი ძალიან ინდივიდუალური ჩართულობით ქვეყანაში შემიძლია ჩემ ქვეყანას მივცე წინსვლა და პროგრესი. მართალი ხარ შენ აბსოლუტურად. ჯერ ერთი თავისუფლების გარეშე და თუ ადამიანს არ აქვს რაღაცა ელემენტარული მოთხოვნილება, იმიტომ რომ პურის მოთხოვნილება აქვს, ხო? და სითბოს მოთხოვნილება აქვს და სულ არ ცალია შენი ხელოვნებისთვის, იგივე აღორძინების პერიოდი რა იყო? ევროპაში ეს იყო შედარებით მშვიდი პერიოდი ომებისგან, სხვაჩვენით დათბობაც წავიდა, მაშინ და კარგი კლიმატიც იყო, პლუს იყო რელიგიის ეს წნეხების ოდნავ მოშვება და უკვე ადამიანს შეეძლო შიშველის სხეულის გამოქანდაკება თუ დახატვა და ასე შემდეგ. ანუ აფეთქებასავით მოხდა, ხო? მე ზარწმუნებული ვარ, რომ ის ფლეიტა და ის ნახატებს რო აკეთებდა იქ ღვიმეში, ალბათ რაღაცა კარგი პირობები ჰქონდა, იმიტომ რომ მართლა შეუძლებელია თუ ქცივა და ქშია, იმას ხატვას არ დაიწყებ. თავისუფლებას მოაქვს შემდეგ კეთილდღეობა. აი ნახე, ნებისმიერი ქვეყანა, რომელშიც არ არის თავისუფლება, არის მათხოვარი. თავისუფლება სადაც არ არის, იქ ადამიანი იმთავით ლიმიტირებულია, რომ საკუთარი უნარჩვევები, ნიჭი, ტალანტი, შესაძლებლობები ზოგადად გამოხატოს, რამდენი ნიჭი, რამდენი შესაძლებლობა და უნარჩვევები იფლანგება. იფლანგება იმიტომ, რომ არის სიღარიბე, იფლანგება იმიტომ, რომ თავისუფლების არქონის გამო ადამიანს უწევს ძალიან საბაზისო ფუნდამენტური მოცემულობების მოპოვება პირველ რიგში თავისუფლების, იმიტომ რომ შეუძლებელია ხო თავისუფლება არ ეკრე რამე დააშენო. რაც ამერიკაში წამოვედი, მანამდეც ვიცოდი უკვე შორიდან ამერიკის შესახებ ბევრი რაღაცა, იმიტომ ლიტერატურიდან თუ კულტურიდან, მუსიკიდან თუ ასე შემდეგ. ძალიან რთულია ამერიკაზე რაღაც კონკრეტული სახელდებებით ისაუბრო და რაღაც კონკრეტული სახელწოდებები შეურჩიო და რაღაც ძალიან ცალსახა ჩარჩოში მოაქციო, რომ აი დაუძახო, რომ ესეა, აქ ესეა და ესე. როგორც აი ხელოვნება ეგეთი არის რა ამერიკა. პალიტრის მრავალფეროვნება აქვს ამერიკას, ეს პოლიტიკური თვალსაზრისით, სოციალური ცხოვრების ნირით, კულტურით და ასე შემდეგ. ეკონომიკურად ხა ვიცით, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რამხელა ეკონომიკური ზრდა და განვითარება და რამ მცირე დროში ძალიან ხანგრძლივი არის ხო იმის ისტორია, როგორ მოვიდა ამერიკა იქამდე, რომ აი ადამიანის უფლებების, ვთქვათ, ესეთი სამაგალითო ნიმუში ხონდეს, ხო? აი ეს ჯიბეებში ხელები ჩაიწყო და წახვედი ამერიკაში თუ იყო რაღაცა წინაპირობა, რომ ვთქვათ, შენ ამერიკაში წასულიყავი და არა ვთქვათ იტალიაში, რომელიც ასევე ხელოვანი ადამიანისთვის არ ამგონია, რომ ნაკლებად საინტერესო იყოს, ხო? მე საოცარი ალბათობით მოვხდი ამერიკაში green card-ით. ეს ლოტარია ითამაშე გამიზნულად, რომ თუ ვთქვათ, მოიგებდი, შენ ყველა ვარიანტში წახვიდე. ეს იყო გამიზნულად. ამერიკამ იცის და ღრმად არის იმაში დარწმუნებული, რომ არ არსებობს ადამიანი, რომელსაც მინიმუმ ერთი კონკრეტული საქმის სწორად და კარგად შესრულება მაინც არ შეუძლია. და ამით ქვეყნის დახმარებაც. ამერიკას რაღაცა ქვეყნის იდეას
უკვე ძალიან მყარად არის შეკოწიწებული და დაფუძნებული ეს იდეა, რომ მას ჯერა, რომ ყველა ადამიანს შეუძლია რაღაცის კეთება, მინიმუმ ერთი საქმის მაინც. და ჩვენ ეგეთი აღქმა ხო საქართველოში ხო ეს საზოგადოდ არ გვაქვს სამწუხაროდ განწყობებს ქმნის ის თუ შენი გული და გონება სად არის მიერთებული და არა ის რა გარემოში ხარ ამ კონკრეტულ მომენტში, რა გეოგრაფიულ ლოკაციაზე, იმიტომ რომ მე ხა ხო ძალიან შორს ვარ ხო საქართველოსგან და ვარ ამერიკაში რუების ქვეყანაში. მაგრამ ნამდვილად არ ვარ ბედნიერი, იმიტომ რომ ვიცი რა ხდება ჩემ ქვეყანაში. და რადგანში გონება და გული არის ეგეთკენ მიერთებული და ეს ჩემი მთელი ემპათია ეგეთ არის დაკავშირებული ამ ქვეყანას, შესაბამისად მე რაც არ უნდა რაღაცა შესაძლებლობების უდიდეს ასპარეზში ვიმყოფებოდე და ამით კმაყოფილებას გამიცდიდე, რაღაცნაირად ასე ვთქვათ, ჩემს სულს და გონებას რაღაც მოსვენება აქვს დაკარგული. არ ვიცი ხა მე მგონია რომ ემიგრანტების უმეტესი ნაწილი ეგრეა. ნუ არსებობენ ადამიანები, რომელსაც წამოვიდნენ და პირდაპირ მნიშვნელობით წამოვიდნენ და აბსოლუტურად კავშირის გაწყვეტეს, დატოვეს და თავისი ცხოვრება სხვა ქვეყანაში ააშენეს და ემოციურადაც ის ყველაფერი რაც იქნება გავლენას არ ახდენს. და ჩემ შემთხვევაში ჩემი განწყობები, ჩემი ყოველდღიური განწყობა პირდაპირ მნიშვნელობით აბსოლუტურად მიმულია საქართველოს ყოველდღიურობასთან. აბსოლუტურად არ მინდა რომ მსმენელმა ეგრე გაიგოს, ან არ იქვას რომ მე უდნამაინც შემდგომარეობა ჩემ აქაურ წუხოს უდნამაინც ვადარებ, რა იქ ადამიანები რას გადიან, ხო? აბსოლუტურად სხვა მოცემულობაა და არც კი გავფილტავ რო ვთქვა, მაგრამ მე ჩემი წილი მწუხარება და ჩემი წილი ჭმუნვა და სევდა მაქვს აქ, რაც იმდენად მთრგუნავს, რომ ამ ქვეყნის შესაძლებლობებსაც ბოლომდე ვერ ვიყენებ. ხო, აი ამერიკის მაგალითზე, რომ განსხვავებული აზრის მიმართ მიუღებლობა არის რაღაცა გარკვეულწილად სირცხვილი აქ. რომ და ეს არის ზუსტად ამას ვამბობ, რომ ამერიკას კი აქვს რაღაცა შეცდომები, ჯერ კიდევ აქვს ძალიან ბევრი რაღაცა არის მიმართულებითაც მას მუშაობა და ბრძოლა ჭირდება, რომ დახვეწოს და განავითაროს და საერთოდაც ჰქონდეს. მაგრამ ეს ფუნდამენტალური საბაზისო რაღაცები, როგორც არის განსხვავებული აზრის მიმღეობა, მზაობა, შენ შეიძლება არ ეთანხმებოდე და შენი თვალსაზრისით ეს საერთოდ აბსურდს წარმოადგენს, არ ამორალურსაც კი, მაგრამ ამ განსხვავებული აზრის მიმართ შეგეძლო ჯანსაღი კრიტიკით დაპირისპირება და არა ძალადობით. და ასევე აფასებს შრომას, იმიტომ რომ ეხლა მოგეხსენებათ მე რაღაცა გამოსწორებები შეიძლება ჩემ ქვეყანაში მქონოდა, მაგრამ მე მაინც ძალიან დამწყები ვიყავი, ძალიან ბევრი რაღაცა არ ვიცოდი, რაც პირდაპირ მშობი ჩვიდი გადარჩენით აქ მჭირდებოდა. როდესაც ჩამოვედი, მე ჩამოვედი პირველად კალიფორნიაში და ვცხოვრობდი სან-ფრანცისკოში. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის სან-ფრანცისკოში ცხოვრება, იმიტომ რომ ხელოვნებით თვალსაზრისით დაახლოებით თვენახევარში თუ არ ვცდები, რაც კალიფორნიაში ვცხოვრობდი დროები მე რევახულმე, დაახლოებით ეს არის ეპიზოდი ჩემი ცხოვრების მაშინ, როცა გამოჩნდა ესეთი პროგრამა, რომელიც სტარტდება სხვადასხვა შტატში, სხვადასხვა ქალაქში. ეს არის Art Battle, ესე ქვია. და რაღაცნაირად არტომები, ხო, თუ როგორ შეიძლება და არტბრძოლები, ხო? არტბრძოლები, კი, შეიძლება და ამან რაღაცნაირად გამიჩნდა ამბიცია. თუნდაც იმან, რომ თვენახევარი ცხოვრობდი მხოლოდ ამერიკაში მაგ პერიოდში, მაქსიმუმ 2 თვე როცა ეს მოხდა. ეს არის მოკლედ პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ასეთ ფორმატს, არის 2 რაუნდი, 6 ადამიანისგან შემდგარი თითო რაუნდში და 20 წუთი გაქვს დრო იმისათვის, რომ დახატო. და ხა როგორ ხდება ეს, ანუ კომპოზიციურად რო წარმოვიდგინოთ სცენა როგორ არის და ფორმატი. ან ზოგ შუაში არის სცენა. ამ სცენაზე არის 6 განათება ირგვლივ, ამ თითო განათების ქვეშ არის ტილო, საღებავების პუნჯები, შენ თავად შეიძლება წაიღო, მოკლედ, ყველაფერი ეს ესე იგი ლაივში ხდება ეს? ლაივში არის, პერფორმანსი არის, კი. მოკლედ, საინტერესოა. ძალიან საინტერესოა, რაც ცხოვრებაში მსგავსი არაფერი გამომიცდია.
მოკლედ 6 ადამიანი ამ 6 ნათების ქვეშ თავისი სახელი აწერია, ეგ ვინ ხარ, ახარ, სახელი აწერია. მე რომ მივედი პირველად ამ რაღაცა ჯერ ხალხი არ იყო მოსული, იმიტომ რომ ჩვენ მონაწილეები უფრო ადრე მივედით და მე რომ მივედი, უცბად დამხვდა უზარმაზარი რაღაცა დარბაზი. არამც თუ არც ის უზარმაზარი, მაგრამ დიდი, საკმაოდ დიდი დარბაზი, სადაც ბარის ნაწილიც იყო, იმიტომ რომ შეგიძლია დალიო, ცოტა რაღაცა ჭამო, მოეშვა, გაერთო და შუაში ეს სცენა, სადაც იყო 6 ადამიანი, სადაც 6 ადამიანის გამზადებული იყო და დავინახე ჩემი სახელი და ეს იყო ძალიან ისეთი ემოციური მომენტი, რომ უცბად აქ რაღაც ამ სცენაზე ჩემი სახელი დავინახე. და მაშინ აი რაღაც ძალიან დიდი ემოციები მქონდა. მოკლედ ჩვეულებრივად გავაგზავნე აპლიკაცია ჩემი სამოტივაციო წერილი, ასე ვთქვათ, ვინ ვარ, რა ვარ, რატო ვარ, რატო მინდა, რისთვის მინდა. მომივიდა პასუხი, რომ მოკლედ ამარჩიეს 12 ადამიანში სან-ფრანცისკოში და მომიწვიეს ამ პერფორმანსზე. მოვძებნეს ლოკაცია, წავედი, ყველას თავისი გულშემატკივარი ყავდა, იმიტომ რომ იქ ის 12 ადამიანი ვინც ვიყავით, ეს ადამიანები იყვნენ სამხატვრო განათლების მქონე ამერიკაში უკვე წარმატებულები, ან ვიღაცას გალერეა აქვს, ან მშობლები ბოლო და მეგობრები ყავთ, ხო? ხო, ელემენტარული ოჯახი ყავს იქ და რაღაცა თავის სივრცე აქვს უკვე სამხატვრო თვალსაზრისით, რა გამოფენებში მივიღე მონაწილეობა, ასე შემდეგ. ერთადერთი ვიყავი მე სრულიად გამოუცდელი, აბსოლუტურად გამოუცდელი, უცოდინარი და მარტოსული. იმიტომ რომ არავინ არ მყავდა. ყველას ყავდა ვიღაცა, ვინც მე ამ სახელებს ყვიროდნენ, გულშემატკივრობდნენ, ხომაგობდნენ და პირველი ეტაპი არის 20 წუთი და 20 წუთში ანუ აბსოლუტურად თავისუფალი ხარ, რაც გინდა ის დახატე. ნებისმიერ ეს მაინტერესებდა, თემა არ არის. აბსოლუტურად თავისუფალი ხარ, აბსოლუტურად შეუზღუდავი, ულიმიტო ხარ, რაც გინდა ის დახატე, როგორც გინდა ესე წარმოაჩინე შენი თავი. და მე პირველ ჯერზე დავხატე ოკეანე და ძალიან დიდი წარმატება მომიტანა ამ ოკეანემ და ზუსტად ამის გამო გავიმარჯვე და მოხდა ისე რომ გავხდი გამარჯვებული და რასაც საერთოდ ვერ წარმოვიდგენდი მართლა, იმიტომ რომ იქ რომ მივედი უკვე იმდენად გამოცდილი სხვა ადამიანები დამხვდა რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ეს არის აგრეთვე აუქციონი. ანუ ამ 20 წუთის განმავლობაში ეს ყველაფერი ლაივში ხდება, ანუ იქ არის ასობით ადამიანი, რომელიც ამ პერფორმანსს უყურებს, თან სვამს, თან ერთობა, თან სასიამოვნო მუსიკა, იქ DJ არის, რომელიც მუსიკაზე მუშაობს და ასე შემდეგ. ანუ რაღაცა ძალიან შერწყმული არის მუსიკა, ხელოვნება, თავისუფლება, საკუთარ თავის გამოხატვის საშუალება. და ამასობაში მიდის ლაივ ტრანზაქცია, სადაც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილიდან ადამიანი უყურებს და გაძლევს ხმას. და ამ ხმების მიხედვით იმარჯვებ შენ. და მე მაგალითად არც ის გამიკეთებია, რომ მაგალითად აი მე თქვა, რომ აი საქართველოსდან ვიღაცამ შეხედოს და ეს არავინ არ იცოდა, მე ისე გავედი, ისე მოხდა. მე ზოგადად წინასწარ არ ვლაპარაკობ ხოლმე კონკრეტულ რაღაცებს და ყველაზე ძვირად გაიყიდა ჩემი ნახატი ასევე. და ეგეც ძალიან ისეთი იყო, რომ აი ანუ ეს 20 წუთში შექმნილი შენი ნახატი 20 წუთში, ხო? როდესაც ეს სეზონი დაიხურა და შემდეგი სეზონის გახსნა გადაწყდა ესე სან-ფრანცისკოში, მე არც გამიგზავნია უკვე არც მომდევნო, ვთქვათ, ისევ რომ მონაწილეობა მიმიღო ან ასე შემდეგ. თვითონ დამიკავშირდნენ, მეილზე დამიკავშირდნენ და ტელეფონზეც ასევე და შემომთავაზეს, რომ სეზონის გამხსნელი ყოფილიყავი. როგორ აღმოჩნდი აქედან სამხედრო ცხოვრებაში. მე ამ დროს მე საქართველოში რომ ვიყავი ჯერ კიდევ მაშინ ვიცოდი რომ Air Force-ში მივდიოდი. მაგრამ ვიცოდი რომ სამხედრო მიმართულებით მინდოდა რომ გამოცდილება მქონოდა. ზოგადად ძალიან ცნობის მოყარე ადამიანი ვარ და იმ ბავშვობაში ყოველთვის ხატვასთან ერთად ყოველთვის აი მიზიდავდა საბრძოლო ესთეტიკა, ისტორიული ფილმები მიყვარდა ყოველთვის და წიგნებიც ასევე. ძალიან ესთეტიურია თვითონ ეს სამხედრო ტანსაცმელი ყველა ეპოქის ძალიან ესთეტიკურია და მე მაშინ აი ბავშვობაში აი თუჯინებით ნაკლებად თამაშობდი. ბევრი კრიზისი გამომივიდა მაგის გამო რომ აი გოგოს დაემსგავსე და ეს ბიჭური რაღაცებია და ასე შემდეგ რა. და აი თუნდაც პატარა ჩანართი რო გავაკეთო რომ სკოლის ბოლო ზარი რომ მქონდა
მე ვიყავი რამდენიმე კლასი ერთდროულად ვამთავრებდით ხო და მე ვიყავი ამ ღონისძიების წამყვანი. მთლიანი ღონისძიების და ამ დღეს ზუსტად თმები შევიღებე ამ დღესვე თმები შევიღებე ვარდისფრად. და ეს ზუგდიდში ხდება ხო ყველაფერი? ზუგდიდში ხდება და დირექტორმა მომხსნა წამყვანობის პოზიციიდან და მითხრა, რომ ეს არის ძალიან დიდი სირცხვილი და სკოლის იმიჯის შეურაცხყოფა ვარდისფერთმიანი. თან ისიც ამიხსნა, რომ გასაგებია, რომ აი შენ კარგი მოსწავლე ხარ და მე ოლიმპიადებში მონაწილეობდი და ოლიმპიადის გამარჯვებული ვიყავი ენისა და ლიტერატურაში და ამის გამო სკოლა მიიღო ვარსკვლავი. მაშინ რაღაც ის სისტემა იყო ვარსკვლავების შეგროვება არც დღესაც თუ არის. და ნუ გასაგებია რომ შენ კარგი მოსწავლე ხარ და ასე შემდეგ, მაგრამ შენი თმის მერი არ შეესაბამება ჩვენი სკოლის იდეოლოგიას, ხო? ტრამვაი იყო ჩემთვის მაგასაკში. უზარმაზარი და იქიდან ნუ მე ეს მთელი ამბავი ხა დეტალებში არ ჩავალ, მაგრამ მან ტრამვებით მოვდივარ. ან ძალიან ტრამვებული ბავშვობა მქონდა, ბევრი თვალსაზრისით იმის გამო, რომ ჩემ თავისუფლებას ყოველთვის ვცდილობდი, რომ გასაქანი ქონოდა და რაღაცა სხვა ადამიანების აზრების მსხვერპლი არ ყოფილიყავი და გამომწყვლეული არ ყოფილიყავი. და ზუსტად რამხელა კონტრასტია ხო აქიდან ამ ჩემი ცხოვრებიდან უცებ ამერიკაში და ამიტომ სადაც არავის არ აინტერესებს არ შენი თმისფერი, არ შენი არავის არ აინტერესებს, აი როგორც თქვენ აღნიშნეთ, რომ არავინ განსაკუთრებულად არ გიყურებს, არავის არ აინტერესებს შენ რამდენი პირსინგი გაქვს, თმისფერი როგორ გაქვს, მე თან ხა ბავშვობიდან ვუსმენ მეტალ მუსიკას და ჰარდ როკს და ამაზე ვარ გაზრდილი და ვარ მეტალჰედი და ზოგადად მაცვია ძალიან მეტალჰედურად და ეგ სტილი მაქვს ცხოვრებაში და საქართველოში რომ სატანისტებს გვეძახდნენ ამის გამო, აქ რა თქმა უნდა არავის არ აინტერესებს. და რაღაც განსაკუთრებული მზერა არ აქვს შენ და მე. ხო, ახლა დავუბრუნდე ისევ ამ სამხედრო ამბებს, ასევე მე ბავშვობაში 2008 წელს გამოსწილი მაქვს საქართველოს ომი. ჩვენ 2008 წლის ომი და ეს ძალიან მძიმე მომენტი არის ჩემ ცხოვრებაში. და მე მახსოვს რომ იმ პერიოდში ძალიან ბევრი დახმარება მიიღო ჩვენ ქვეყანამ ამერიკისგან და ზოგადად ძალიან ფართო და ვრცელი არის სრული ჩამონაცვლელი ეკონომიკური თვალსაზრისით, ფინანსურად რამდენი მილიონი აქვს ამერიკა ჩადებული სხვადასხვა მიმართულების სხვადასხვა ინსტიტუტების ვითარების მილიარდები სხვადასხვა ინსტიტუტების განვითარების თვალსაზრისით და ამან რამხელა პროგრესი მოგვიტანა ბევრი მიმართულებით და ამის გამო რამდენ ადამიანს დღეს უკეთესი ცნობიერება ან უკეთესი ცხოვრება აქვს. და თუნდაც სამხედრო თვალსაზრისით ამ ყველაფერს ხედავდი და რატომღაც ჩემი ინსტინქტი იყო თუნდაც ის რომ მადლიერება ამ ფორმით გამომეხატა, რომ ამ ქვეყნისთვის მემსახურა. და ნუ ასევე არის რაღაც ესთეტიკის მიმართ ვნება, აი ამ საბრძოლო ესთეტიკის მიმართ და ასე შემდეგ და ხო და თან აი ეს გენდერის საკითხებში მე ახლა ცხოვრებაში ჩემი თავი სუსტ სქესად არ ჩამითვლია და ყოველთვის ისე ვიყავი ფემინისტური ბუნებით და მით უმეტეს აი ეს ვნებები ყველაფერი მოკლედ ერთად აკუმულირდა და მიმიყვანა სამხედრომდე და რომ მე განათლების ბენეფიტებს ვიღებ და ასევე მოქალაქეობა მივიღე. ოღონდ ჩემი მოქალაქეობის მიღება კიდევ ცალკე ისტორია